შუადღემშვიდობის მოგესალმებით ყველას. იწყება შუადღე ერთსულოვნებაზე ავთოგვასალია იებედოიძე გადაცემას ერთად უძღვებით. Რაღაც თქმა უნდა დიდი სიხარულით გაუძღვებით დღესაც შუადღეს ერთსულოვნებაზე და შევეცდებით საინტერესო პროგრამა შემოგთავაზოთ. ყველას გილოცავთ ახალ წელს, ასევე დღევანდელ დღესასწაულს. მოგესალმებით, მეც ძვირფასო ტელემაყურებლებო, ვფიქრობ წინ საინტერესო გადაცემა გველოდება, ასე რომ იყავით ჩვენთან ერთად. Რა თქმა უნდა მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, დღეს აღნიშნავთ ახალ წელს, ძველით ახალ წელს და ასევე დღეს არის წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე. Ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და რაც მთავარია ნაყოფიერი 2016 წელი ყოფილიყოს თქვენთვის. Შეგვიძლია დავიწყოთ გადაცემა, ვფიქრობ საინტერესო თემით ვიწყებთ და ლოგიკურად უკავშირდება დღევანდელ დღეს ძველით ახალ წელს. ძველით ახალ წლის ტრადიცია ყველაზე მეტად შემორჩენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ამ შემთხვევაში გურიის წარმომადგენელი კოსტუმურად, ბატონი გიორგი კეკელიძე, რომელიც ისაუბრებს თუ როგორია ძველით ახალი წელი კალანდა გურიაში. მოგესალმებით ბატონ გიორგი, გილოცავთ ახალ წელს, ვფიქრობ არ სჭირდება თქვენი წარდგენა, მაგრამ მე მაინც უნდა ვთქვათ, მომზადებით პოეტი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყველა თქვენგანს გილოცავთ ახალ წელს, ძველსაც, ახალსაც, შობასაც და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ბატონ გიორგი, საინტერესო ის ტრადიცია, რომელსაც თქვენი მშობლიური კუთხე ატარებს წლების განმავლობაში, რომელიც შენარჩუნებულია. საინტერესო როგორია ახალი წელი გურიაში, იქნება ვისაუბროთ. ეს ტრადიცია შენარჩუნებული იყო მაშინაც, როდესაც წესით და რიგით რელიგიური სენტიმენტები თლად წინა პლანზე არ იყო გამოწეული, გულისხმობ საბჭოთა პერიოდშიც და ამ თვალსაზრისით გურია გამორჩეული იყო, იმიტომ რომ ის კვეთრა და ჯიუტად ინარჩუნებდა ამ ერთი შეხედვით დამატებით დღესასწაულს, რომელსაც გარკვეულწილად აქვს რელიგიური დატვირთვაც, იმიტომ რომ ის წმინდა ბასილის დღეს მიემართება და იყო ამგვარი ტრადიცია ცოტა უფრო ადრე, რომ პატარა კვერებს აცხობდნენ, რომელსაც კაცა ბასილებს ეძახდნენ და ამით უმასპინძლებოდნენ ერთმანეთს. შემდეგ ბუნებრივია ამ ყველაფერმა გარკვეული მოდერნიზაცია განიცადა და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, მათ შორის ხორის თავის მიმართულებითაც, რომელიც აუცილებელ ატრიბუტად იქცა დღეს გურიაშიც და შეიძლება სხვა კუთხეებშიც, ანუ ის ხორი, რომელსაც დაკლავენ შობისას, მის თავს შემოინახავენ ხოლმე როგორც წესი აი ამ დღისთვის და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი ჩიჩილაკთან ერთად, რომელიც გარკვეულწილად ასევე არის მოდერნიზაცია ძველი წარმოდგენებისა ნატურის ხესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩიჩილაკს ჰქონდა შესაბამისი თქვა შესაბმელი ადგილების სურვილების, რომელიც გამოიხატებოდა ან ტკბილეულში, ან სხვა თქვა ფერად რაღაც მოსართველში, რომლის შევნებისას ადამიანი ხშირად საკუთარ სურვილს ჩაუთქვამდა ხოლმე და ამით ცდილობდა რომ მე მთელი წელი გარანტირებული ქონოდა ყველაფერი ის, რასაც ის ისურვებდა საკუთარი თავისთვის და ოჯახისთვისაც. სხვა შორის კალანდას მომდევნო დღესასწაულებიც აქვს, უფრო სწორედ საკრალური დღეები უფრო ეთქმის ამას, მაგალითად ხვალ არის დღე, რომელიც ბედობას გულისხმობს ერთგვარად და რომელიც არის ძირითადად ბუნებრივი ანიმისტური წარმოდგენებიდან წამოსული, მაგრამ შემდეგ უკვე ნელ-ნელა თანამედროვე ტრადიციაში ჩამჯდარი და ერთგვარად იმის გამო რომ სწორედ საწყისი წარმოდგენები მისი ანიმისტური არის, ხშირად ვთქვათ ეს ყველაფერი მისამართდება ვთქვათ საქონლის კარგად დაპურებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ბუნებრივია გადადის ადამიანზე და ასევე ეძახიან ხოლმე ღორის ხუთშაბათს, რომელიც კიდევ უფრო მივიწყებული ტრადიციაა, სადაც ასევე ხდება ღორის რაღაცა გარკვეული ნაწილების წარმოდგენა სუფრაზე, ანუ ახალ წლის პირველ ხუთშაბათს, პირველ ხუთშაბათს ამის შემდეგ რაც მოუწევს. ასე რომ კულინარიაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში, ისევე როგორც ქართული დღესასწაულების შემთხვევაში ბევრ რამეში. კარგი და საინტერესო ამ შემთხვევაში არის ის, რომ ეს ერთგვარად იქცა კუთხის სავიზიტო ბარათადაც, ცხადია ხშირად ჩვენ შეიძლება არასერიოზულად მოგვეჩვენოს ახალ წლის ორჯერ აღნიშნა, მაგრამ ცალკე აღებული ვთქვათ გურიისთვის ეს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც არის, რომ აი კალანდას ერთგვარად ხვდებიან ხოლმე განსაკუთრებით გურიაში. თულ პერიოდში ეს ტრადიცია ცოტათი მოსუსტდა 90-იან წლებს გულისხმობ, იმიტომ რომ ადამიანებს ეს ყველაფერი გარკვეულ
ბიუჯეტსაც უკავშირდება 2 და 3 სუფრის გამართვის თავი არ ქონდათ, ახლა ნელ-ნელა ისევ წინა პლანზე გადმოდის. დღეს რა ვითარება და რამდენად აღნიშნავენ ისე როგორც ადრე აღინიშნებოდა არის არ აღნიშნავენ და ბუნებრივია მოდერნიზაციაც განიცადა ბუნებრივია იმიტომ რომ საწყის პერიოდში არის სწორედ ბასილის დღესასწაულთან დაკავშირებულ დროს ეს ყველა შემთხვევაში მინიმალისტური სუფრა იყო მხოლოდ აი ამ კვერებით და თქვათ საკურთხი ღვინით დამშვენებული ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს არის ჩვეულებრივი ტრადიციული სუფრები მთელი თავისი ატრიბუტიკით და გარკვეულწილად თქვათ იმ ინერციით, რასაც შობის ასევე გურული ტრადიცია გულისხმობს, ალბათ იცით გურული ღვეზლების შესახებ, რომელსაც მუცლის საოცავებსაც უწოდებენ და ერთგვარი შეჯამებაც არის და დასასრული ვერ ვიტყოდი ამ საახალწლო ზეიმებისა, იმიტომ რომ 19-ში მთავრდება გარკვეულწილად კალენდარულად ეს საახალწლო ზეიმი. კი უშუალოდ თქვენი ოჯახის ტრადიცია ბატონ გიორგი და სხვა ტრადიციებს გურიაში ხშირად ხდებოდი ავტომატურად იმ პერიოდში, როდესაც იქ ცხოვრობდი და შემდეგ არც ხშირად, მაგრამ შეხვედრი ვარ, იმეორებდა ბუნებრივია ამ ტრადიციას, ეს იქნებოდა ღორის თავთან დაკავშირებით თუ სხვა დანარჩენ ამებთან დაკავშირებით და საკმაოდ კაცრადაც იცავდა, იმიტომ რომ არის რაღაც ტრადიციები, რომელსაც ადამიანები გვერდს ვერ უვლიან ხოლმე, როგორც ეს არის თქვათ, სიტყვაზე ვამბობ, ქორწინების სუფრის ტრადიცია, დაკრძალვის ტრადიცია, რაც არ უნდა მოდერნიზებული იყოს, ის რაც არ უნდა თქვათ, გახსნილად უყურებდეს სამყაროს, ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვააწყდებით, რომ ყველა ეს ადამიანი მაინც ჩნდება ამ ტრადიციაში, ნებით თუ უნებლიეთ და შესაბამისად გურიაში ამგვარ ტრადიციათაგანი არის ეს. მე ვერ ვიტყვი რომ თქვათ ამის მოშლა შეიძლება რაღაცა ძალიან ტრაგიკული იყოს, მაგრამ ძალიან არასასიამოვნო იქნება, იმიტომ რომ ყველა დღეს ჭირდება საკუთარი იდენტობისთვის დამახასიათებელი რაღაც ნიშანი. ხა როგორც მაგალითად ლელო ბურთი არის გურიაში, ან თქვათ იდეაში უკვე წარსულად ქცეული და ძალიან კარგია რომ წარსულად ფირალობა, მაგრამ მაინც და სხვა დანარჩენი ასევე არის კალანდაც, ასე რომ მე მოუწოდებ გურულებს რომ სიმბოლურად მაინც თუნდაც აი მინიმალისტური სუფრით რითაც დაიწყო პრინციპში ამ დღესასწაულის აღნიშვნა აუცილებლად შეინარჩუნო, იმიტომ რომ ეს არის მათი თქვათ სავიზიტო ბარათთაგანი. ბავშვობა რო გავიხსენოთ, შეიძლება ბატონ გიორგი, ბავშვები როგორ ემზადებოდით, როგორ ხვდებოდით? ბავშვები ძირითადად ცდილობს ოჯახში შეხვდეს, ცდილობს რომ ოჯახში შეხვდეს და რამენერად მოიპოვოს ეს ეგრეთ წოდებული ასაფეთქებლები, რომელიც ასევე აუცილებელ, ოღონდ უკვე თანამედროვე ტრადიციად იქცა, მე დიდად კი აღარ მსიამოვნებს ეთყობა დალბერდი ამ ამბისთვის მათი ხმა ყოველ წუთას ქუჩაში, მაგრამ ნუ ბავშვობაში ეს ყველაფერი ძალიან სასიამოვნო ამბავია და ძირითადი მოსამარაგებელი იმ პერიოდისთვის ხადია იყო ეს, ვის რა ფერის და რა ხმის დიაპაზონის ასაფეთქებლის შოვნა შეეძლო, რაც თლად ადვილი ამბავი 90-იან წლებში არ გახდათ შესაბამის გარემოებების გამო და დღესაც მე თქვათ როგორც ვაკვირდები, ბავშვების მთავარი საზრუნავი ეს არის, თუ ამ ყველაფერზე ვიდან თოვლიც დაემთხვევა ან სხვა დანარჩენი კარგი ამბავი, ხო, მაშინ ბუნებრივი წელს დაემთხვა პირველ ახალ წელს და ამ ახალ წელს მე მგონი რომ ვერ მოხერხდება ეს საკითხი უკვე, მაგრამ ნუ სადღაც ალბათ არის თოვლი. ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტი ბუნებრივია არის ნაძვისხე. ნაძვისხეა. ჩიჩივაკი იყო. და ეს უკვე პარალელური ატრიბუტები არის. ყველა ოჯახში თითქმის უკვე შეხვდებით ნაძვისხესაც და ჩიჩილაკსაც. ადრე ბუნებრივია იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ჩიჩილაკი იქნებოდა, შემდეგ იყო პერიოდი, როცა მხოლოდ ნაძვისხე იყო, განსაკუთრებით ეს საბჭოთა პერიოდს ეხება და ნაძვისხის დაშლა სწორედ ნაზლიღებას ხდება ხოლმე და მისი აწყობა მის კონკრეტული თარიღი არ არსებობს, მაგრამ დიდწილად ეს არის სადღაც 24-25 დეკემბერი და შესაბამისად თქვათ ეს ორი ატრიბუტი დღეს ძალიან კარგ და ადვილ კოჰაბიტაციაშია, თანამედროვე სიტყვა რო გამოვიყენოთ და ერთმანეთთან დიდი პრობლემები არ აქვს და არც უნდა გქონდეთ, ხა რა პრობლემა არის ორი რაღაცა ესეთი სამშვენის განთავსება სადმე, არაფერი პრობლემა არ უნდა. გურულ დღეურებთან დაკავშირებით კითხავთ, საკმაოდ პოპულარული გახდა და ვიცით რომ გრძელდება ბატონ გიორგი და ისევ მუშაობთ. საბაკომჯიზე ქვეყნდება ახლა მისი მეორე ნაწილი,
ყოველ სამშაბათს თითო თავი ქვეყნდება მე წერ გურიაზე და ლია ლიქოკელი წერს ხევსურეთზე და ერთგვარი ექსპერიმენტიც არის ეს გარკვეულწილად გარდა იმისა რომ ამას ელექტრონული ფორმა აქვს ორი ავტორის სხვადასხვა კუთხე სხვადასხვა თვალით და რაკურსით დანახული მე მგონი რომ საინტერესო იქნება ჩვენ წერთ ჩვენს გამოცდილებაზე და ასევე სხვა დანარჩენი ადამიანების გამოცდილებაზე რომელთა გამოცდილების შორის არის ბუნებრივია თუნდაც კალანდას დღეს სწავლა და ოჯახებში სტუმრობა ეს უკვე ბუნებრივია რომ სტუმრობს ისტორიებს აგროვებთ რომელიც ნაკლებად ცნობილი მე დამავიწყდა სტუმრობასთან დაკავშირებით ერთი ამბის თქმა რომ აი ამ მეორე დღესთან დაკავშირებით და კალანდასთან დაკავშირებით ბუნებრივია არსებობს მეკლეს ტრადიციას და ფერხავსაც ეძახიან ხოლმე ანუ ფეხთან არის დაკავშირებული ადამიანი რომელიც ასევე განაპირობებს შენს მომავალ წელს როგორი ფეხი აქვს იმის მიხედვით ცხადია ეს რწმენის საკითხია ვიღაცას ჯერა ვიღაცას არა ვიღაცას შეიძლება სასაცილოც იყოს მაგრამ უბრალოდ ტრადიციაში ის რაც შეეხება ოჯახებში სტუმრობას ბუნებრივია მე ამას ვაგრძელებ ჩაწერას და ვცდილობ რომ რაც შეიძლება მეტი საინტერესო ადამიანი გამოვძებნო თუ ვინმე და დარწმუნებული ვარ ბევრი უყურებს თქვენს ეთერს გულისხმობ თუ ვინმე ამ შემთხვევაში სწორედ ამგვარი ადამიანების ნათესავები რომელთაც საინტერესო ისტორიები აქვს გურიაში დიდი სიამოვნებით თუ შემეხმიანებიან თუნდაც სოციალურ ქსელში აუცილებლად თუ ესტუმრებთ. რეალური ისტორიებს ვერ ავჩნდებით ალბათ. კი, რეალური ისტორიებს გულისხმობ, რეალურიც იქნება დიდწილად, მაგრამ სევდიანებისეც ვარს არ ვართ. ბატონ გიორგი 2015 წელი უკვე დასრულდა და თქვენ სამდენად წარმატებული იყო ეს წელი ამის შესახებ რომ გვესაუბროთ და შემდეგ უკვე 2016 წელს როგორ გეგმავთ რა გეგმები გაქვთ საქმიან თვალსაზრისით ალბათ წარმატებული ეთქმის იმიტომ რომ 5 თუ 6 წიგნი გამოვიდა ჩემი სხვადასხვა ჟანრში და ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ საკმაოდ წარმატებული იყო რაც შეეხება ამ წელს სწორედ გულდღიურების გაგრძელებას ვაპირებ და ეროვნულ ბიბლიოთეკაში ბევრი საქმე გვაქვს რაზეც ალბათ ცალკეც ვილაპარაკებთ სხვა ეთერებში ჩანობრივი მრავალფეროვნების კუთხით დაგისვამ თუ შეიძლება ამ შეკითხვას რომელ ჟანრში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს გიორგი ხატრულ ჟანრში უფრო კომფორტულად მაინც განხატავს ხოლმე ფორმას კი იმიტომ რომ იმ შემთხვევაში ცოტა დოკუმენტურ ამბებს წერს ყველა შემთხვევაში ვცდილობ რომ გავამხატრულო იმიტომ რომ რატომ წერლის მიზანიც ეს არის რომ ან სხვანაირი რაკურსით დაგვანახოს ის რასაც ჩვეულებრივი რაკურსით ხედავთ ხოლმე ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი მოგილოცავთ კიდევ ერთხელ მიულოცავთ ასევე გურიას გურიის წარმომადგენლებს და სულ საქართველოს თქვენ შევდებით კეთილი სურვილებით ჩვენ კი ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემის მეორე ნაწილში ვრუნდებით რამდენიმე წუთში დაგველოდეთ